მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მორწმუნეები ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასოდ შეუძლიათ. სხვადასხვა სასაფლაოს მიმართულებით დანიშნულია სპეციალური რეისები. მარიამ აფციაური გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს საფლავზე მოდიან მოქალაქეები და პატივს მიაგებენ თავიანთ მიცვალებულებს. ისინი საფლავზე მორწმუნეები საფლავზე გამოდიან აღდგომის მთავარი სიმბოლოთი პასკით და წითელი კვერცხებით და ამ ფორმით ულოცავენ ისინი თავიანთ მიცვალებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ მესაუბრეთ სასულიერო პირებს და ვკითხეთ თუ რა დაპირთვა აქვს ამ დღეს ეკლესიურ და ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ დღეს არ არის გლოვის დღე, დღეს არის სიხარულის დღე და აუცილებელია, რომ მოქალაქეები, მორწმუნეები საფლავზე გავიდნენ სიხარულით და თავიანთ მიცვალებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცონ. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა მინდა მიულოცო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას განსაკუთრებით, ვინც ამას დიდი სიხარულით ეგებება აი ამ დღესასწაულს. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. კვირას რადგანაც აღდგომას დღესასწაულობთ, ორშაბათს გავდივართ, რომ მიცვალებულებსაც ვახაროთ ჩვენი, ესე იგი, აი სიხარული, ჩვენი სიხარული მათაც გადავცეთ. ეს არის და ეს, თორემ არანაირ კანონის შესახებ აქ ლაპარაკი არ არის. მიზანი უნდა ვიცოდეთ, რატომ გავდივართ. თუ ვინმე აღდგომის დღეებში გადის გლოვისთვის, შეცდომაშია. ეს არის სიხარულის დღესასწაული, ეს არის, რომ ღმერთი არის ცოცხალთა და არა მკვდართა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთისთვის ყველა ცოცხალია. შესაბამისად, ჩვენს მიცვალებულებს უნდა ვახაროთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული. ეს არის მიზანი და მეტი სხვა არაფერი. ყოველ წელს ჩვენ ორშაბათს მოვდივართ და ამით პატივს მივაგებთ მიცვალებულებს. მე პირადად მყავს გარდაცვლილი და ყოველ ორშაბათს ხოლმე პასკა, ყვავილები და ესე კვერცხი მოგგვაქვს ხოლმე და შესაბამისად სანთელს ვანთებს და როგორც წესია ვილოცავთ ხოლმე ასე აღდგომას და ვახარებთ, რომ ქრისტე აღსდგა და სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე. ეს ტრადიცია, ეს მონატრება, ეს სურვილი, რომ რაღაცნაირად დაუკავშირდე, უფრო გამძაფრებულია და ყველაფერი ისეთი ლამაზია, ეს ტრადიციაც თავისი წითელი კვერცხი უნდა გადააგოროს, ანთელი დაანთო, რაღაც შენებურად პატივს სცემ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან გიყვარს. სწორედ აღდგომის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დაინიშნა სპეციალური მარშრუტები. საუბარია 9 დროებით მიმართულებაზე. ეს მიმართულებებია მაგალითად მუხათგვერდი, ვაშლიჯვარი, კუკია, ახალი კუკია, ვარკეთილის სასაფლაოები, მახათა და ასე შემდგომ მსურველებს შეუძლიათ, რომ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე გადაადგილდნენ არსებული მარშრუტებით და მგზავრობა არის უფასო. თბილისის მასშტაბით არის სულ 10-მდე ლოკაცია, საიდანაც იმოძრავებენ ავტობუსები. ეს ადგილებია მაგალითად მეტროსადგურები, დელისი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია, მესამე მასივი და ასე შემდგომ. როგორც უკვე გითხარით, თბილისის მერია მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაინიშნა სპეციალური მარშრუტები სხვადასხვა მიმართულებით და დღეს მთელი დღის განმავლობაში მგზავრებს გადაადგილება ავტობუსით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. მადლობა მარიამ აფციაური იყო პირდაპირ ეთერში.